მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ნინო. მე მინდა შემოგთავაზოთ თოჯინების ქსოვა. ვიდეოთი გასწავლოთ, აგიხსნათ. ძალიან დიდი ხანია ვქსოვ, ბავშვობიდან ვქსოვ, მაგრამ თოჯინები 1-5 წელია ვქსოვ, ძალიან ლამაზ თოჯინებს ვქსოვ. შეგიძლიათ ჩემს საიტზე ნახოთ Facebook-ზე ნინო handmade-ზე. პირველად წერ ვიდეოს და ძალიან განვიცდი, ასე რომ ცოტა რაღაცებით შემეშალა, ნუ გამკიცხავთ. მე მინდა შემოგთავაზოთ თოჯინა Beryl Dolly, ძალიან ლამაზი თოჯინა არის. მოძრავი ხელებით, თავსაც ამოძრავებს, ძალიან ლამაზი თოჯინა გამოგვივა. მოდი დავიწყოთ ხელის მოქსოვით. ესეთი პატარა თოჯინა ცხელი გვინდა რომ მოვხსოვოთ ახლა. თოჯინა დაახლოებით 30 სანტიმეტრია. მოდი დავიწყოთ ხსოვა. ვაკეთებთ რკალს. მე ასე ვაკეთებ ყოველთვის. კიდე მინდა რომ შეგითხრათ რომ ყაისნახს ასე ნამდვილად ვევიჭერ, ბავშვობიდან ესე ვარ შეჩვეული როგორც ჩვეულებრივი ჩხირი. და დავიწყოთ რკალის ჩამაგრებით, ამოვხსოვოთ 1 თვალი და ჩავამაგროთ რკალი. ამ რკალში ამოვხსოვოთ 5 თვალი. 1 2 3 4 და 5. ამ ძაფით გამოვუყვათ ესე და გამოვწიოთ ეს ძაფი და გავაკეთოთ რკალი. ახლა პირველ თვალში შევუყაროთ ყაისნახი, პირველ თვალში ასე. ეს ძაფით ჩავაყოლოთ, რომ ნაქსოვი არ გაგვიკუჭდეს და გამოვიტანოთ 1 თვალი. თითო თვალში უნდა მოვხსოვოთ 2 თვალი. სულ გვაქვს 5 თვალი, ანუ სულ გამოგვივა 10 თვალი. 3 4 5 6 7 8 9 და 10. თვალი გამოგვივიდა სულ. გადავიდეთ მესამე რიგზე. მესამე რიგზე უნდა მოვხსოვოთ 4 თვალი. აუცილებლად მარკერით ჩაამატეთ. მარკერის მიც ახლები ხართ მარკერის გარეშე და საერთოდ ისაც ჭირს ხსოვა. ზოგჯერ გვერევა ხოლმე თვლები მეტი მოგვდის, ნაკლები მოგვდის. დავიწყოთ მარკერით ჩავადოთ და მოვხსოვოთ 4 თვალი. ანუ თითო თვალში 1 თვალი. 1. კიდევ ის მინდა რომ დავუთვა. მოვხსოვ ჯვარდნული ქსოვით ამ თოჯინას. თვითონ ავტორს ამ თოჯინის ჯვარდნული ქსოვა აქვს. რას ნიშნავს ეს? ჯვარდნული ქსოვა ჩვეულებრივ ესე იქსოვება. პირდაპირ შემოგვაქვს თვალი. ხოლო ნორმალური ქსოვით შეგიძლიათ მოგხსოვოთ, ანუ ასე. მაგრამ მე ამჟამად ვხსოვ ჯვარდნული ქსოვით. 4. 4 თვალი მოვხსოვეთ. მეხუთე თვალში 2 თვალი უნდა ამოვახსოვოთ. 1 2. ეს პროცედურა კიდე გავიმეოროთ თავიდან. 4 თვალი. 1 2 3 4. თუ რამეს ვერ გაიგებთ, შეგიძლიათ მომწეროთ პირადში. გინდათ YouTube კანალზე ყველანაირად დაგეხმარებით. 5 და მეხუთე თვალში 2 თვალი, მე 4 უკაცრავად
მეხუთე თვალში ორი თვალი ერთად. 1 და 2. გადავდივართ მეოთხე რიგზე. მეოთხე და მეხუთე რიგი, ანუ 2 რიგი, უნდა მოგხსოვოთ 12 თვალი. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 და 12. მეორე რიგი კიდე 12 თვალი მოგხსოვოთ. მეორე რიგში 12 თვალი მოგხსოვოთ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 და 12. მეხუთე რიგიც მოგხსოვეთ. გადავდივართ მეექვსე რიგზე. მეექვსე რიგზე უნდა გავაკეთოთ პოპკორნის. მოვაჭრათ. აღარ არის საჭირო. მეექვსე რიგზე უნდა მოგხსოვოთ პოპკორნი. ერთ თვალში 3 მოკლე ტრაპზონი უნდა ამოგხსოვოთ. მოკლე ტრაპზონი როგორ იქცევება? ნამატს ვაკეთებთ. ერთ თვალში ჩაუყრით, გამოვიღებთ, გამოგვდის 3 თვალი. 3-ვე თვალს ერთად გამოგხსოვთ. მეორე კიდევ ვაკეთებთ ნამატს. ისევ იმ ნასურეთში შევუყრით, გამოგვაქვს მესამე თვალი. 3 თვალი ისევ ერთად. უკვე 2 მოკლე ტრაპზანი გავაკეთეთ. მესამე ვაკეთებთ კიდევ ნამატს, ისევ იმ ნასურეთში უყრით და გამოგვაქვს მესამე თვალი. დანარჩენი თვლები ჩვეულებრივად, ანუ 11 თვალი. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 და 11. მეექვსე რიგიც მოვჭით. ეხლა გადავდივართ მეშვიდე რიგზე. მეშვიდე რიგზე რას ვაკეთებთ? აქ ხო გვაქვს 3 მოკლე ტრაპზანი. ამ 3 თვლიდან წინა კბილებს 3-ვეს ერთად ავიღებთ. 1
2 და 3 და სამივეს ერთად გამოვხსოვთ. გამოგვივა 2 კბილი. ეს 2 თვალიც ერთად გამოვხსოვოთ. სულ ერთი თვალი გავაკეთეთ პოპკორნი. დანარჩენი თვლები ჩვეულებრივად, ანუ 11 თვალი. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 და 11 თვალი. ჩავამაგროთ კიდევ მარკერი. ყველა რიგზე მარკერის ჩამატება არ დაგავიწყდეთ, რომ არ აგვერიოს თვლები. ახლა მოგხსოვოთ მერვე რიგი. მერვე რიგზე პირველი 2 თვალს ვაკლებთ. ანუ ისევ წინა კბილებს 2 თვლიდან ვიღებთ, ასე. გამოგვაქვს 1 თვალი, რჩება 2 თვალი. ამ 2 თვალსაც ერთად იმას ვიზავთ, გამოგხსოვთ. ამას ქვია ჩაკლება. დანარჩენი თვლები. ანუ 4 თვალი უნდა მოგხსოვოთ ახლა. 1 თითო თვალში თითო თვალი. 1 2 3 და 4. კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ. ანუ ჩავაკლოთ 1 თვალი. თვალის ჩაკლება როგორ გუნდა? წინა კბილებს ვიღებთ, თვლის წინა მხარეს ვიღებთ 1 2. ამ 2 თვალში გამოგვაქვს 1 თვალი, რჩება ისევ 2 თვალი. ამ 2 თვალსაც ერთად გამოვხსოვთ. მარკერამდე ვხსოვთ 4 თვალს. 1 2 3 და 4. გადავდივართ მე-9 რიგზე. მე-9 რიგზე ისევ ჩაკლებით ვიწყებთ. 1 თვალს ვაკლებთ. ვიღებთ წინა 2 თვლიდან წინა კბილებს 1 და 2. ვაკლებთ თვალს. გამოგვაქვს 1 თვალი, რჩება 2 თვალი. ამ 2 თვალსაც ერთად გამოვხსოვთ. რჩება 8 თვალი. მოგხსოვოთ 8 თვალი. თითო თვალში, ანუ 1 თვალი. 1 1 2 3 4 5 6 7 და 8. ჩავამთავრეთ მე-9 რიგი. ახლა ჩვენი ცერათით ისაც დაგვევიდეთ. ესე ცერათით. ეხლა მე-10-დან 30 რიგამდე, ანუ 21 რიგი
უნდა მოგსოვოთ 9 თვალი. 1 2 3 4 5 6 7 8 და 9. ასე მოგხსოვთ ბოლომდე სულ 21 რიგი, არანაირი მეტობა, არანაირი ნაკლებობა. 9 თვალი უნდა მოგხსოვოთ, 21 რიგი. დიდი მადლობა. მეგობრებო, ახლა მოგხსოვოთ თოჯინა ბერლის ფეხი. ცოტა უცნაური ფეხია, ხედავთ დიდი გამოყოფილი. აქ ძაფით მაგრდება, პირველად მოგხსოვი ასეთი ფეხი. უცნაური თოჯინის ფეხია. დავიწყოთ კოტონის თეთრი ძაფით. უნდა მოგხსოვოთ გეტრი. ვაკეთებთ ისევ წრეს, magic, ასე ძახით თქვენ. წრეს ვაკეთებთ და ვამაგრებთ ამ წრიდან თვალს. ეს თვალი სათვალავში არ ითვლება. უნდა ამოვაგზავნოთ 6 თვალი. 1 2 3 4 5 6. წრეს შევკრათ ისევ. შევაერთოთ პირველი თვალთან წრე. ძალიან მიწევს ხოლმე გაჭირა და მე თვალის ამოღება ცოტა რთულია. პირველ თვალს ამოვიღებთ ასე და შევაერთებთ ერთად. ამ პირველ თვალზე 5 ჯაჭვი უნდა ამოვაგზავნოთ. 1 2 3, აი ასეთ უნდა გამოვიდეს. 4 და 5. ასეთი სტრუქტურა უნდა გამოგვივიდეს. ახლა გადავდივართ მეორე რიგზე. მეორე თვალიდან გსოვთ 4 თვალს. 1 ამ ჯაჭვზე, 2 3 და 4. 4 თვალის მერე რკალზე გადავდივართ. 3 თვალი უნდა მოვგზავნოთ. 1 2 3 ერთ თვალში ამაც ვაკეთებთ. ანუ ერთ თვალში 2 თვალი ამოყვავს. 1 და 2. 2 თვალი 1 2 2 3 თვალი უნდა მოგხსოვოთ ისე.
1 გადავდივართ აქეთ მხარეს 2 და 3 ბოლო თვალში ისევ ნამაც ვაკეთებთ ანუ ერთ თვალში 2 თვალი 1 და 2 დავაკეთოთ მარკერი თავისივე ძაფით ვაკეთებთ მაგრამ მარკერი აუცილებლად გააკეთეთ რომ არ აგერიოთ თვლები რიგები ახლა მე-3 და მე-7 რიგს ანუ 5 რიგს 18 თვალს გვსვავთ 1 უკაცრავად 16 თვალს 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 და 16 მეგობრებო ხა თქვენ მოგსოვეთ 5 რიგი 16 თვალი მე მალე დაგიბრუნდებით დაგიბრუნდით მე 5 რიგი მოგსოვეთ თვალისა მოგსოვილი მაქვს მე მარჯვენა ფეხი ახლა მარცხენა ფეხს ვსვავთ დიდი თითები ასე უნდა იყოს გადავდივართ მერვე რიგზე. მერვე რიგზე 2 თვალს ვგსოვთ 1 2 თვალი ვგსოვეთ მოდი 3 მოგსოვოთ, იმიტომ როგორ ხან როგორ მხდება ხარ როგორ, იმიტომ შუაში უნდა იყოს 6 თვალი. 3 თვალი მოგსოვოთ, ასე გაასწორეთ, რომ შუაში 6 თვალი უნდა დაგვრჩეს. მე ამ წუთში ჩემ ფეხს გედრს 3 თვალი დასჭირდა. 3 თვალი მოგსოვეთ, 6 ჯაჭვს ვაკეთებთ. 1 ძალიან მჭიდროდ არ მოგსოვოთ, რომ ზეთვალები უნდა მოაქვსოთ თვლები 4 5 და 6 6 ჯაჭვი მოგსოვეთ დაბლიდან 6 თვალი გადავთვალოთ და მე-7 თვალში ჩაუყაროთ ეს ჯაჭვი ასეთი სტრუქტურა უნდა გამოგვიყიდეს. მე-7 თვალში 1 და მოგსოვოთ 10 თვალი 1 2 10 აღარ გამოგვივა 9 2 3 4 5 6 7 8
უკაცრავად მეგობრებო 8 თვალი. 8 თვალი უნდა მოგხსოვოთ. შემდეგ მე-9 რიგზე გადავდივართ. ამ ჯაჭვებზე უნდა მოვახსოვოთ 6 თვალი. მაგრამ ჯერ უნდა მოგხსოვოთ 2 თვალი, 1 და 2. მავიწყდება ხოლმე და ახლობს მომა კამერასთან თვლები. მაპატიეთ პირველად ვხსოვდა. ახლა უნდა მოვახსოვოთ ზედ 6 თვალი. 1 თითო ჯაჭვში თითო თვალი. 2 დამჭიდროს ხებს ვარიგებ ჭკუას და დამჭიდროთ მომივიდა ამოქსოვა 3 4 5 და 6. 6 ჯაჭვზე 6 თვალი ამოვახსოვეთ. დაგვრჩა რამდენი თვალი მეგობრებო? 1 წუთით დავითვალო 2 3 4 5 6 7 6 თვალი. 6 თვალი მოგხსოვთ მარკერამდე. გადავდივართ მე-10 რიგზე. მე-10 რიგზე 2 თვალი 1 ჩაკლება 4 ჯერ უნდა გავიმეოროთ. 1 2 ჩაკლება გასწავლეთ. პირველი ფრთები თვალისა 1 2 2 თვალი ერთად 1 თვალი გამოვიტანეთ 2 თვალი დაგვრჩა. ეს 2 თვალიც ერთად. კიდევ მოგხსოვოთ 2 თვალი 1 2 1 თვალი ჩავაკლოთ. წინა ფრთები ისევ ავიღოთ 2 თვლიდან. ჯერ 2 თვალი გამოგხსოვოთ, მერე ისე 2 თვალი. ეს უკვე ორჯერ გავაკეთეთ. მესამედ ვაკეთებთ 1 2 თვალი მოგხსოვეთ. გაცრავად გონი შემეშალა. არა, შემშლია. 2 მესამედ ვაკლებთ თითო თვალს. ჩავაკლოთ და მე-4-ეთაც 2 თვალი და 2 ერთად. სულ გამოგვივიდა 12 თვალი. ასეთი ფეხი არის. 12 თვალი
მე-11 რიგზე მე-11 რიგზე 6 თვალი უნდა ჩავაკლოთ. 1 2 3 4 5 და 6 აი ესეთი გამოგვივიდა მეგობრებო. ახლა ცოტა დიდი ძაფი მოვჭრათ დაახლოებით ეს და გამოვიტანოთ თვალი. გავუკეთოთ ნევსი. გითხარით რომ ცოტა უცნაური ქუსლია. ესეთი უნდა გამოვიდეს უკან და ყველა თვალის 6 თვალი დაგვრჩა. ყველა თვალის წინა თვლებიდან ამოვკერავთ, რომ შევაერთოთ ნაკერი. შიგნით ჩავატაროთ მერე ძაფი და მოვაჭროთ ძაფი. ესეც ასე. ესეც მოვაჭროთ მარკერის მაგერაბას ვიწერდა. შეგიძლიათ მეგობრებო მართული მსხვილი ალუმინის მართული ჩააყოლოთ და ფეხიც მოძრავი გავუკეთოთ. ეხლა მეგობრებო ამ თვლებზე ამოვიღოთ თვლები. სულ უნდა ამოვიღოთ 14 თვალი. ამ ერთად ევიძახ. გავაკეთოთ თვალი. ასე. და გვერდიდან ჩავამატკროთ. ასე. ამოვგზავნოთ 6 თვალი. 1 ეს ძაფისთან ჩავაყოლოთ. ვარ დაგვეშალოს ნაკსოვი. არ დაიშლება, მაგრამ მაინც. 2 3 რასაც ვერ გაიგებთ, ყოველთვის შეგიძლიათ მომწეროთ დაწვრილებით, აგიხსნით ყველაფერს. 5 6
6. გვერდებზე მეგობრებო, თითო თვალი. 7. მაღლ დავედით ახლა 8. მეტი 8. 9. 10. 11. 12. 12. 13 და მე-14 თვალი გვერდზე. ესე უნდა მოვაქცევოთ. მეგობრებო, ახლა ჩავამატოთ მარკერი, რომ არ აგვერიოს რიგები და 2 თვალი მოვგზავნოთ. 1 2 1 თვალი ჩავაკლოთ. გაცრავად. თვალი ჩავაკლოთ. 10 თვალი მოვგზავნოთ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 და 10. მოვჩით მე-13 რიგი. მე-14 და მე-15 რიგს 2x, ანუ გვსვავთ 13 თვალს. მოგსოვეთ და დაგებრუნდებით. მოგსოვთ და დაგებრუნდებით. მეგობრებო, მოგსოვეთ 2 რიგი. ეხლა შევავსოთ სილიკონის ბამბით ჩვენი ფეხი. ცოტ-ცოტას მოგსოვთ თუ არა, ეგრევე შეავსეთ, რომ მერე არ გაგიჭირდეთ შევსება და სცარიელი არ დაგჭეთ. ძალიან მჭიდროდ უნდა იყოს შევსობილი, რომ მალე არ გაბუჯდეს სათამაშო. ესე პინცეტით ჩავტეროთ, რომ პატარა ფეხია, კარგად რო ყველგან მოხდეს. ასევე შეგიძლიათ მაკრატლის დახმარებით. ესე შევავსოთ ბამბით, სილიკონის ბამბით კარგად.
ამასავე მაკრატლის დახმარებითაც კარგად რო შეივსოს, ძალიან მჭიდროდ უნდა იყოს, აი ესე გამაგრებული. ყველა ადგილზე, ქუსზე, ყველგან უნდა ჩაუტენოთ კარგად. 2-3 რიგს მოგსოვთ, კიდევ გავავსეთ, 2-3 რიგს მოგსოვთ, უფრო გაგიადვილდებოდ, უფრო ლამაზი ფეხი გამოვა, უფრო კარგი მჭიდრო ნახსოვი გამოვა. გავაგრძელოთ ახლა ქსოვა. ჩვენ ვართ გაჩერებული მე-15 რიგზე, გადავდივართ მე-16 რიგზე. მე-16 რიგზე მე-16 რიგზე ნამატით ვიწყებთ. ერთ თვალში ორი თვალი ამოგსოვოთ. და 12 თვალი. 1 2 3 4 5 6 7 8 9 12 გითხარით, მაგრამ 9 მოგხსოვოთ და მარკერი უკან გადმოვიტანოთ. გავასწოროთ ნახსოვი, იმიტომ უკან უკვე კუნთი უნდა მოგხსოვოთ, რომ ლამაზად უკან მხარეს დადგეს. ახლა უნდა მოგხსოვოთ 17 და 18 რიგი, 14 თვალი უცვლელად. 2 რიგი უნდა მოგხსოვოთ 14 თვალი. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 და 14. მეორე რიგიც მოგხსოვეთ, მეგობრებო, 14 თვალი და დაგიბრუნდით. ახლა ვართ მე-19 რიგზე. მე-19 რიგზე ვაკეთებთ ისევ ნამატით ვიწყებთ ერთ თვალში, ანუ 2 თვალი. სამეტი თვალი. 1 2 3 4 5 9 10
11 12 და 13 გადავდივართ მე-20 რიგზე. მე-20 და მე-21 რიგზე, ანუ ორი რიგი 15 თვალი უნდა მოვგზავნოთ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 15 მოგხსოვოთ. მეორე რიგიც მოგხსოვოთ და დაგიბრუნდეთ. გადავიდეთ 22 რიგზე. მოგხსოვოთ ერთი თვალი. ერთი თვალი მოგხსოვოთ. ნამატი. ერთ თვალში ორი თვალი, ანუ და 13 თვალი მოგხსოვოთ. 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 და 13 გადავიდეთ 23 რიგზე. 23 რიგზე ყველა თვალს გსოვთ 16 თვალს გსოვთ სულ. ნამატის და კლების გარეშე 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ სილიკონის ბამბის შევსება. ასევე მაკრატლითაც კარგ გვერდებზე ჩავტენოთ. ესე ხელითაც გავასწოროთ ხოლმე. ჩვეულებრივი ბამბის ჩატენვა არ შეიძლება, უნდა იყოს სილიკონის ბამბა. შეგიძლიათ თუ ნამდვილი კოტონის და ძაბეთა სილიკონით გსოვთ თოჯინას, შეგიძლიათ გარეცხოთ თოჯინას, არაფერი მოუვა.
ხილით ლამაზად გავასწოროთ, რომ ლამაზი ფეხი გამოგვივიდეს, ჩვენი ლამაზი გოგოსი. ეხლა გადავიდეთ 24 რიგზე. 24 რიგზე ერთ თვალს გვსვოთ. მარკერი არ დაგვავიწყეს. ერთ თვალს გვსვოთ, ნამატი. ანუ ერთ თვალში ორი თვალი. ნამატი. თვალში ორი თვალი. 14 თვალი. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 და 14. გადავდივართ 25 რიგზე. 25 რიგზე უნდა მოგსოვოთ 17 თვალი. მოგსოვოთ 17 თვალი ნამატისა და კლების გარშე დაგიბრუნდებით. გადავდივართ 26 რიგზე. 26 რიგზე 2 თვალი მოგსოვოთ. 1 2 2 თვალი მოგსოვოთ. ნამატი 1 1 თვალში 2 თვალი. 14 თვალი მოგსოვოთ. 1 2 3 4 5 6 5 6 7 10 ცოტა გაცილებული ვარ, ხმანელელა მიმდის. 11 12 13 და 14. გადავდივართ 27 რიგზე. 27-დან 30 რიგამდე 4 რიგი უნდა მოგსოვოთ 18 თვალი. მოგსოვოთ 4 რიგი 18 თვალი, მოგსოვოთ ერთად და დაგიბრუნდებით. დაგიბრუნდით მეგობრებო, მოგსოვეთ 4 რიგი 18 თვალი. დავატყუროთ რომ სწორია. ეხლა უნდა გადავიდეთ კრემისფერ ძაბზე და უნდა მოგსოვოთ უკანა გვერდებიდან უნდა მოგსოვოთ კანის ფერი, რომელსაც ქვია ბლო. მე-17-18 თვალზე გადავიდეთ, კაცრავად კარად განახოთ. მე-17-18 თვალი ესე ავიღოთ. ესე დავიჭიროთ მე-17-18 თვალი. ავიღოთ კრემის ფერი, კანის ფერი ძაფი ჩვენი. თუნდაც გავასწორო ეს.
ავიღოთ კანისფერი, ესე თვალი გამოვხსოვოთ ჯერ და ამ ორ თვალში გავუყაროთ. ეს თეთრი ძაფი წინ გადმოვაგდოთ. ეს კანისფერი კი ქსოვაში ჩავაყოლოთ. ეხლა უნდა მოგხსოვოთ ბლო რას ნიშნავს? უკანა კედლების უნდა ვიღებთ. თითო თვალი ხო შედგება ორი ფრთისგან, წინაფრთა და უკანაფრთა. უკანა ფრთები უნდა ამოვაგზავნოთ. უნდა ჩავაყოლოთ ორი თვალი უკანა მხრიდან. ერთი. ესე ცოტა ძნელი ამოგხსოვ, ამიტომ შეგიძლიათ თითო ასე ერთი და ორი. სამი თვალი ამოვიღეთ. ერთი თვალი ჩავაკელით. ისე უკან მხრიდან ერთი ამოვაგზავნეთ. მეორე მხრიდანაც უკანა მხარე ამოვიღეთ. ორი თვალი ჩავაგდეთ. ეხლა 14 თვალი მოგხსოვოთ, ესეც ყველა უკანა კედლით. 1 2 3 4 5 6 7 ათი ერთმეტი შემშა 12 13 და 14. ესე ამოვაგზავნეთ კანისფერით. ეს თეთრი ძაფი იყვეს, თუ გინდათ ცოტა დიდი მანძილი აიღეთ, კარგად დიდი მანძილი და მოვაჭრათ. ამ თეთრი ძაფით ბოლოს ჩვენ გეტრებს, ჩვენ ლამაზი გოგოს გეტრებს, ფურფუშელები უნდა მოვაგზავნოთ აი ასე. ახლა გადავიდეთ მუხლების ქსოვაზე. გაცრავთ. მარკერით ჩამატება არ დაგვავიწყდეს. ეხლა ჩვეულებრივად მოვხსოვთ ორევე ფრთიდან თვლებს. პირველივე თვალზე ვაკლებთ ერთ თვალს. წინა ფრთიდან 1 2 1 2 ერთი თვალი ჩავაკელით. უნდა მოგხსოვოთ 5 თვალი. 1 2 3 სილიკონის შევსება არ დაგავიწყდეთ. 4 და 5. არა, ერთი წუთით სამ თვალზე უნდა გავაკეთოთ მუხლი.
მოდით 3 2 3 5 მოდი 8 თვალი მოვგსოვოთ. აქაც შევასწოროთ 5 6 ხანდახან ეგრე გამოდის, რომ ზუსტად არ ემთხვევა მუხლის ადგილები, ამიტომ ფეხი ასე გაასწორეთ და გაითვალისწინეთ შუაში მუხლი რომ იყოს. 8 ახლა მოგხსოვოთ 3 თვალი, რომელშიც თითო თვალში უნდა იყოს 2 თვალი, სულ 6 თვალი. 1 თვალში 2 თვალი, 3 4 5 და 6. ანუ 3 თვალში 2 თვალი ამოვაგსოვეთ. დაგვრჩა რამდენი თვალი? 2 თვალი. მოგხსოვოთ 2 თვალი. შევასწორო 18 თვალი მოგხსოვთ. 33 რიგზე ვართ და მოგხსოვოთ 18 თვალი. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 და 18 თვალი. 34 რიგზე გადავედით. ერთი თვალი მოგხსოვოთ. ერთი ნამატი. ანუ ერთ თვალში 2 თვალი. 4 თვალი. 1 2 3 4 და არა, გაცრავად 4 არა. აქაც ისე ჩვენ უნდა გავასწოროთ 1 2 2 4 8 თვალი უნდა მოგხსოვოთ. 4 ხომ მოგხსოვეთ უკვე. 5 6 7 და 8. 3 თვალი უნდა ჩავაკლოთ. მუხლზე ხომ მოვამატეთ 6 თვალი, 3 თვალი მოვამატეთ, გახსდა 6 თვალი. ახლა 3 თვალი უნდა ჩავაკლოთ. ჩაკლება როგორ? წინა ფრთებიდან თითოს 2-ს ავიღებთ, 2 გახდა, 1 თვალი ჩავაკელით. მეორე თვალს ვაკლებთ და მესამე თვალს ვაკლებთ. დარჩა 2 თვალი სულ.
მოგხსოვოთ 17 თვალი. მოგხსოვოთ 17 თვალი დაგიბრუნდებით. გადავედით 36 რიგზე. 36 რიგს ვიწყებთ ნამატით. ერთ თვალში 2 თვალი და 16 თვალი. 1 2 3 4 5 6 7 8 9 12 13 14 15 და 16. გადავდივართ 36-ზე კი არა 37 რიგზე. 37 და 38 რიგი, ანუ 2 რიგი გვხსოვთ 18 თვალს. 2 რიგი 18 თვალი. მოვხსოვოთ და დაგიბრუნდეთ. გადავიდეთ 39 რიგზე. მოვხსოვოთ 1 თვალი. 1 თვალი მოვხსოვოთ. ნამატი, ანუ ერთ თვალში 2 თვალი და 16 თვალი მოვხსოვოთ. თექვსმეტი თვალიც მოვხსოვეთ. ახლა გადავედით 40 რიგზე, 42 რიგზე. 40 და 51 რიგი, ანუ 2 რიგი, უნდა მოვხსოვოთ 19 თვალი. როგორც იქნა ბოლოს მიუახლოვდით, მეგობრებო. 2 რიგი 19 თვალი მოვხსოვოთ და დაგიბრუნდეთ. დაგიბრუნდით, მეგობრებო, 2 რიგი 19 თვალი მოვხსოვეთ. გადავდივართ 42 რიგზე. უნდა მოვხსოვოთ 2 თვალი. 1 2 თვალი. ნამატი. და 16 თვალი. თითო თვალში თითო თვალი. 2 3 15 და 16. გადავედით 43 რიგზე. 43-დან 46 რიგამდე, ანუ 4 რიგი, უნდა მოვხსოვოთ 20 თვალი. 4 რიგი და დავამთავროთ ჩვენი ფეხი, თოჯინის ფეხი. მეგობრებო, მარჯვენა ფეხი 47 რიგიც აქვს. 47 რიგზე 11 თვალით უნდა დავამთავროთ. ეგ აუცილებლად მოინიშნეთ. მარცხენა ფეხს ეხლავე გეტყვით, რამდენი დაგვჭირდება. 47 რიგი. მეგობრებო, მარჯვენა ფეხის 47 რიგი 11 თვალით უნდა დავამთავროთ. თოჯინის ფეხები ცოტა ასე უნდა იყოს. სწორი არ დგას. აი ასე უნდა იყოს ცოტა. ერთი წუთით გავასწოროთ, კარგად. ცოტა ასე უნდა იყოს. ეხლა მარცხენა ფეხის 47 რიგი.
საერთოდ ყველა ძაფზე თვლები სხვადასხვანაირად მოდის. ზოგი ძალიან ისეთი ქსოვილები წერენ, რომ მაგალითად ბოლო რიგი ამდენი თვალით დაამთავრე, მაგრამ როცა მაგ თვლები დაამთავრე, მაგალითად 3 თვალით, ეს 3 თვალი ზოგჯერ წინა ხვდება და სწორი არ გამოდის. ამიტომ მე ადველ ტექნიკას გასწავლით. ეს თვალი არ დამეკარგოს. ფეხი დაიჭირეთ აი ასე. ასევე ხელების მიერთების დროს ტანი. აი ესე მიაბტყელეთ. ეხლა შუა გამოდის აქ, ასე იგი, რამდენი თვალი? 1, 2, 3, მეოთხე თვალი. მაგრამ რადგანაც ცოტა ფეხის შიგნით უნდა შევიდეს, 2 თვალზე, 1, 2, 3 თვალზე დავამთავროთ. 47 მარცხენა ფეხი 3 თვალზე დავამთავროთ. 1 2 და 3 სილიკონის ჩატენვა არ დაგავიწყდეთ. სილიკონით შევსება არ დაგავიწყდეთ. ცოტა 3-4 რიგებზე ყოველთვის შეავსეთ სილიკონი. შეხედე როგორ მაგარი უნდა იყოს, არც ის ნიკება, ქვასავით უნდა იყოს ფეხები. ეს მას აი ასე შევაერთებთ ამ ფეხებს შემდეგ ვიდეოში. ეხლა უნდა გაჩვენოთ ფლო, როგორ უნდა მოვაქვსოთ ეს ფორფუშელა ამ გეტრს. მაპატიეთ, ცოტა გაციებული ვარ. როგორც ხედავთ, კრემისფერი ძაფით დავიწყეთ უკანა თვლებზე. დაგვჭირდა წინა თვლები, ამას ქვია ფლო. უკანა თვლებს ქვია ფლო. მე საერთოდ თურქეთში ვცხოვრობ, ოჯახთან წლებია და თურქული ტერმინები ვიცი, ქართულად ნამდვილად მგონი სწორედ გიხსნით. ქართულად როგორი ქსოვება, საქართველოში ახლა შემოვიდა ბაზარზე თოჯინების ქსოვა, 3-4 წელია. თურქული ტერმინები ვიცი და მგონი ქართულად ეგრეა. წინა თვლები გვაქვს, როგორც ხედავთ, ფლო ქვია ამას. ამ ძაფს ესე დავახვევთ და ამ თვალში ჩამოუყრით, თვალს გავაკეთებთ. ერთ ჯაჭვს გავაკეთებთ და შემდეგ თვალში, ვიყურეთ კარგად, თვალს გამოვიღებთ, გაგვიხდა 2 თვალი, ხო? ამ ერთ თვალს მეორე თვალში გამოვიღებთ. აი ასე. კიდევ ვაკეთებთ ერთ ჯაჭვს. შემდეგ თვალში უყრით. ხედავთ? გამოვიღებთ თვალს, გაგვიხდა 2 თვალი. გადავიყვანთ ერთ თვალზე. ისევ ასევე, ერთი ჯაჭვი, შემდეგ თვალზე შევალთ, გამოვიღებთ თვალს, გაგვიხდება 2 თვალი. ერთ თვალში გამოვიღებთ. ერთი ჯაჭვი, ზინჯირიანო, ერთი ჯაჭვი, შევალთ თვალში, გამოვიღებთ თვალს და ბოლომდე ასე მოვგზავნოთ. ჩავედით ბოლოში, გამოვიყოთ ეს ძაფი, ჩავამთავროთ თვალი, გავუკეთოთ ნევსი. გავუკეთოთ ნევსი. და ნევსით შევაერთოთ ეს ჩვენი ფუფუშელები. ესე შევაერთეთ. შემდეგ ჩავუყაროთ ეს ფეხში. ერთი ორგან
გავუყაროთ. ვარ დაგვეშალოს. და მოვჭეროთ ეს ჩვენი ძაფი. იმედია მოგეწონათ ჩემი ვიდეო. შემდეგ ვიდეოში ტანს, ხელების მიერთებას, ასევე ხელებში მართულების ჩაყენებას, კისერში მართულის ჩაყენებას, რომ მოძრავი ხელები და ფეხები გქონდეს. მართულები ქვია მგონი ქართულად, მგონი ეგრე ვეძახით. მეტრა 1.5 მილიმეტრი უნდა იყოს. რომ კარგად ამოძრავოს ხელები. ასევე დაგვჭირდება სკოჩი, რომ ეს ხელები დავსკოჩოთ. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კარგად იყავით.